იცით, ხარუმბეისგან ამას არ ველოდი. თქვენ ასე განიცდით, ნერვიულობთ, ის კი ისევ საქორწინო კონტრაქტზე ლაპარაკობს. მოთვინება, ჰაჯერ. მოთვინება. მისი ის დაშინება დიდხანს არ გაგრძელდება. გამოვასწორებ, ნელ-ნელა. საქმეებს მორჩი? ურჩი, თქვენი ნებართვით. მოიცა. ერთად გავიდეთ. სახლამდე მიგიყვან. რას ამბობთ, ხანიმ? თვითონ ზავალ არ შეწუხდეთ. სულაც არ წუხდები. თანაც გზაში მოვიფიქროთ. ხარონი გონს როგორ მოვიყვანოთ. კარგი. ერთად წავიდეთ. დამელოდი ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. რა თქმა უნდა, ქვემოთ ვიქნები. შედი ლამაზო. დეიდა, მოვედით. მომგითხარით, სახლში არ იქნება მეთქი. მერთო ჩემო, როგორც წესი არ იგვიანებს ხოლმე. კარგი. წავალ რამეს მომამზადებ. ხომქშია. ასე არ გამოვა. მე მოვამზადებ. მართლა? ამას უყურე? მიბრძანი ჰანიმ ეფენდი. ჩვენ ვართ. ნახეთ, ვინ მოვიყვანე. იმედი ეგშიათ. იმიტომ რომ ჩინური საჭმელი მოვიტანეთ. მიშიოდა. მაგრამ ჩინური კერძის ხსენებაზე მანდა დამეკარგა. მე ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო. გიჟდები ჭხირებით რომ ჭამენ. სასწაულია. დემირსაც უყვარს. საქმიანი შეხვედრების დროს ვჭამდით ხოლმე. გამოგართმევთ. შეგიძლია ფეხსაცმელი მომცე. მოპატიეთ ხანიმ. რა თქმა უნდა ახლავე. როგორ დამავიწყდა. არა უშავს. უბრალოდ ვხილავ. გმადლობ. შევბრძანდით. კართან დაგაყენეთ. შევბრძანდით. გმადლობ. მობრძანდით. ყველაფერს გავამზადებ და მოვალ. მომეხმარე, წამოდი. დემირ, ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. უფრო ხშირად არ გამოდის. ასეთია ცხოვრება. მოულოდნელად ისეთი რამეები ხდება, რასაც არ ელოდები. ხულდილი ჩემთან მოდი. რატომ? იზმრის საკითხთან დაკავშირებით, იქ იყავი. დაბრუნდი. მე კი დეტალები არ ვიცი. პროცესები რუტინულად გრძელდება, მოსაყოლი არაფერია. მაინც მოდი, დემირ. ყველა დეტალი მინდა ვიცოდე. კარგი. საჭმელიც მოვიდა. სუფრა აიღე. ემრეილად მიირთვით. თქვენი ნებართვით მე წავალ. რატომ ქალბატონო? ყველას ერთად გვეჭამა. სხვა დროს იყოს, ჰაჯერ. ხვალ შევხვდეთ. შევხვდეთ. დარჩენილი იყავით ერთად გვევახშმა. დღეს არა, ჰაჯერ. ემრეილად მიირთვით. თუ ასეა გაგაცილებთ. წუხვა რომ მიდიხართ. წასვლის დროა. რას ვიზამთ? გმადლობთ. კიდევ შემოგვიარეთ. რა თქმა უნდა, გმადლობ. მადლობა თქვენ. მას ჩემი ნათქვამი არასწორად ესმის. ამ კონტრაქტის გამო ფიქრობს, რომ არ ვენდობი. ის არასდროს მაპატიებს. შენზე ძალიან არის ნაწყენი. ცოტა დრო მიეცი. მიხვდება, რომ შენი გრძნობა წრფელია. ბაჰარო, ლოდინი აღარ შემიძლია. რაც მეტ ხანს ველოდები, მით მეტად ცუდად ვგორწნობ თავს. ბაჰარ, რაღაც რომ გთხოვო და მეხმარები?
ჩემი ხათრით, აი სუნს კიდევ ერთხელ დაელაპარაკები. კარგი, რადგან ასე მთხოვ, მხოლოდ ილითვე მივალ. მადლობა. დედა, საჩივარი უნდა შეიტანო. შეხედა რა მდგომარეობაში ვართ. როგორც უნდა ისე გვეთამაშება. საჩივარს თუ შევიდან, სამსახურს როგორ ვიშოვი. თხოვ ამ ადამიანს ვინ უღარ ფიქრობ. მალე ვიშოვი სამსახურს. ნუ ნერვიულობ ხაზა. როგორ არ ვინერვიულო დედა? კიდევ რამდენ ხანს უნდა ვითვინოთ? იცი, ერთი იდეა მომივიდა. რა იდეა შვილო? ახარა მოიფიქრე. დედა. დეიდა ამერიკაში ცხოვრობს. იქნებ მასთან წავიდეთ. იქ ვიცხოვროთ. იქ რა გინდა ხაზა? დედა ვიცი. მას არ ელაპარაკები, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ჩვენი სიცოცხლეა. ჩვენი ცხოვრების გადარჩენაა. იქ კომფორტულად ვიქნებით. სამუშაოსაც ვიშოვით. ჩვენს უფლებებს ვერავინ დაარღვევს. იქ ბედნიერები ვიქნებით, დედა. ეს მხოლოდ ოცნებაა, შვილო. ჩვენ ვინ ვართ, რომ ამერიკაში წასვლა შევძლოთ? სამშობლო უნდა დავტოვოთ და უცხო ქვეყანაში გადავიდეთ? აი ნახავ რამდენიმე დღეში სამსახურს ვიშოვი. ამაზე არ იფიქრო, შვილო. ოჰ, დედა. მადლობა, ხωρίς მოხვედი. შენთან დარეკვა შეუძლებელია. სადად იხარ? არ მესმის ამის გაკეთება როგორ შეგეძლო? როგორ? ისმენ ჯენგის. ძმაო, როგორ ხარ? ნორმალურად შენ? მეც. დემირ, სასამართლოსთან დაკავშირებით გირეკავ. მაო, რამე გადასახდელი გვექნება? იმედია ძალიან ძვირი არ დაჯდება. არა, თანხა მხოლოდ კომისიისთვის იყო გადასახდელი. მე დავფარე. ჩემო ლომო. დააპატიმრონის კალი. იქნებ გონს მოვიდეს. გეფიცები ვალს აუცილებლად გადავიხდი. ჯენგის, რაზე ლაპარაკობ? არა, გადავიხდი. ღმერთს გეფიცები გადავიხდი. მადლობ, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. კარგი ჯენგის, კარგი, შეხვედრამდე. აი ასე, ნურჯან ჰანიმ. კარგი, მამა.
ახლა ადვოკატს ველაპარაკები. მალე მოვალ. ხო. გაიგეთ რა ხდება. სასწრაფოდ უნდა ვიხსნათ ნურჯანი. ნუ დარდობთ, გავიგე და ყველანაირად შევეცდები. გენდობით. ჯერ საკუთრების შესახებ წესებს უნდა გავეცნოთ, შემდეგ შევძლებთ ნაკვეთის გასაყიდად მომზადებას. ვიცოდი რომ თავს გაართმევდი. რატომ მოითხოვეთ რომ აქ მე მოვსულიყავი? მართალი გითხრა, მეც არ ვიცი. მინდა რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. იმედია საქმე დავასრულეთ. თუ სიახლე იქნება შეგატყობინებთ. დემირ. რატომ ვცდილობ ჩემგან შორს იყო? შორს ყოფნას არ ვცდილობ. თუ რამე დაგჭირდება, თქვენ გვერდით ვიქნები. შესანიშნავად ხვდები, რასაც გულისხმობ. ნუ თუ არ ვიმსახურებ მეტ ყურადღებას. დაფიქრდი შენს დას რამდენი რამე გავუკეთე. ნახვამდის. ნახვამდის. ვიცი შენი ყურადღება როგორ მივიპყრო დემირ ბეი. გისმენთ. შენ როგორ ბედავ ჩემთან დარეგვას? რა გინდა? ციხეში ამის უფლებას როგორ გაძლევენ? ჩვენ დავშორდით, ყველაფერი დასრულდა. არ გაბედო ჩემთან დარეგვა. რას გადამეკიდა? ბახარ. მაბადი ეთქია იყო. არა უშევ შემოდი ძვირფასო. რა მოხდა? ოფილი ქმარი. ციხიდან მირაგავს. და მე მუქრება. რატომ? ის ხომ არა ნორმალურია. ფსიქოპათი. ძალიან საშიში ადამიანია. მომხედავ რას ვებრძვი. და რას ვითმენ იმისთვის, რომ მამა შენის გვერდით ვიყო. ის კაცი
ბოროტ მოქმედია. ციხიდან თუ გამოვა სერიოზულ ზიანს მოგვაყენებს, მეც და მამა შენსაც. ამის გაფიქრებაც კი არ მინდა. მეშინია, რადგან მამა შენი ძალიან მიყვარს. ოღონდ მისი ნდობა ვერ მოვიპოვე. მაბადია ბაჰარ. ძალიან ვღელებ. თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ჩემთან რატომ მოხვედი? მინდოდა მამაზე დაგლაპარაკებოდით. მაგრამ მოგვიანებით ვილაპარაკოთ. როცა თქვენთვის მოსახერხებელი იქნება. დიდი მადლობა რომ მიიგებ. წავალ. გმადლობ. ალო. ახლა სად ხართ? მაპატიეთ, მაგრამ გზაში ვარ. ახლა ნურჯან ჰანიმის საქმით ვარ დაკავებული. კარგი. შესანიშნავია, მაგრამ რაღაცის დამატება მინდა. ატელიე ლეილა. როგორ არის ჩემი საყვარელი გოგო? სადაიკარგე? აქ ვარ. თუ ზად ხარ, წავიდეთ. კარგი, დამელოდე. დამოდი. ვიზა უნდა გავაფორმოთ. ეს სერიოზული ნაბიჯია. გასაგიჟებელი ამბავი. წამოდი, ჯარეკ. დამოდი. ნუ თუ არ მიმსახურებ მე ყურადღებას. დაფიქრდი, შენს დასრამდენი რამე გავუკეთე. უკვე ადგილზე ვარ. ნახვის უფლება მოიპოვეთ? უნდა დაველაპარაკო. დიახ, გმადლობთ. გამიშვი, მტკივა. არ გიცნობთ. ერთმანეთს არ ვიცნობთ. მაგრამ გულს თუ არ მოხვალთ, ერთმანეთს გავიცნობთ. რას გულისხმობ? აქ ვინ გამოგზავნა? არავის გამოგზავნი ვარ. მოკლედ, სათქმელს მოკლედ გეტყვით.
აისუნ ხანიმს აღარ დაურეკოთ. არც დამუქრება გაბედოთ. თუ კიდევ ერთხელ შეეცდებით ჩვენს შეწუხებას, საქმე ცუდად დამთავრდება. ვინ ხარ? როგორც ხვდები აქ აისუნმა გამოგიშვა. მის დავალებას ასრულებ? არავის დავალებას არ ვასრულებ. აისუნ ხანიმი ცოლად მამაჩემს მიყვება. ჰარუნ ოზდილს. წინასწარ გაფრთხილებთ. ოჯახის უსაფრთხოების გამო არაფერს მოვერიდები. აქ თქვენ გასაფრთხილებლად მოვედი. სულ ეს იყო. ჰარუნ ოზდილის შვილი ხარ? აისუნი ცოლად მას მიყვება. გასაგებია. ახლა ასე ლაპარაკობ. მალე მამა შენი მახეში გაებმება და სანანებელი გაგიხდება, რომ აისუნს იცავდი. ამით რისი თქმა გინდათ? არ გინახავს სეიფში რადევს? რას გულისხმობთ? მე კი ვნახე. შენი აზრით აქ როგორ აღმოჩნდი? ვნახე სეიფში რაიდო. მისი საიდუმლო გავიგე. გეგმა გამოვიცანი და მანაც თავიდან მომიშორა. რა გეგმაზე საუბრობთ? რა ხდება? მალე გაიგებ, სინამდვილეში ვინ არის აისუნი. მერე ყველაფერში გაერკვევი. მოითმინეთ. მოითმინეთ. რა გეგმას გულისხმობთ? რა საიდუმლო აქვს აისუნ ხანიმს? პასპორტის ასლები გაქვთ. საგადასახადო ქვითრები, ნასამართლეობა არ გაქვთ, ფოტოებიც. კარგი, ახლა ყველა საბუთი აქ არის. რეკომენდაციებიც გაქვთ. 2 დღეში მოლოცვასაც შევძლებთ. ფიქრობთ, რომ ვიზას მოგცემენ? უარის თქმის მიზეზს ვერ ვხედავ. წარმატებები. დიდი მადლობა. სიახლეს ველოდებით. რა თქმა უნდა, წარმატებები. აი ხომ ხედავ. ჩვენი ოცნებები ახდება. აი. ვალლა. ღმერთო, როგორ დავიღალე. ფეხები მტკივა. ნეტავი ავტობუსის გაჩერება მაინც იყოს. 9 საათი ფეხით ვიარე. როგორ დავიღალე. კიდევ ეს. აჯერ გამარჯობა. Hoş geldin. აისუნ ხანიმ. მაბადიეთ დღეს დამაგვიანდა. იმედია არ ბრაზობთ. არა, რატომ უნდა გავბრაზდე? დილიდან ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული. რამე ახალი მოიფიქრეთ? ჰარუნ ბეი უკვე დანებდა? ჯერ არა. მაგრამ ცოტა დარჩა. და ყველაფერი მოგვარდება. რა კარგია. შესანიშნავი იქნება. ალო? ჰარუნ ბეი სანაპიროს რესტორანში ვახშმობას მარტო აპირებს. იქ არ ვიქნები, მხოლოდ მივიყვან. შესანიშნავი ამბავია. თვალთვალი განაგრძე. ოღონდ არაფერს მიხვდეს. კარგი, პრობლემა არ არის, ყველაფერ შეგატყობინებ. კარგი. აისუნ ხანიმ. თქვენი ყველას უნდა ეშინოდეს. ისევ რაღაც მოიფიქრეთ, არა? როგორც ყოველთვის. ყავას მოგიდუღებთ, კარგი? ხო, მომიდუღე. ახლავე.
არ გინახავს ეიფშირადებს? რას გულისხმობთ? მე კი ვნახე. შენი აზრით აქ როგორ აღმოჩნდი? ვნახე ეიფშირაიდო. მისი საიდუმლო გავიგე. გეგმა გამოვიცანი და მანაც თავიდან მომიშორა. Алло? ალო, რაუბ, აისუნი ვარ. გისმენ აისუნ. რაღაც მინდა გთხოვო. ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს. ეს სიამაყის ამბავია. გასაგებია, რით შემიძლია დაგეხმარო? ძალიან მწუხვარი მის გამო, რაც მე და ჰარუნ შორის მოხდა. როგორც ჩანს, ზედმეტი მომივიდა. მისი ძველი მეგობარი ხარ. ცხადია, მის დაცვას ცდილობ. დარწმუნებული იყავი, რომ ჰარუნის გამო შენზე არანაკლებად ვხელავ. არასწორად გამიგე. მართალი გითხრა, პირდაპირ მინდა გელაპარაკო. ამის მერე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. შეგვიძლია შევხვდეთ და ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, როდის მოახერხებ? არ მინდა რომ ეს დელიკატური საკითხი გაიჭიმოს. იცით რძის რესტორანი პლაჟ რივაზე რომ არის? იქნებ იქ ვისადილოთ. ო, ვიცი, ერთ საათში ვიქნები. კარგი, ნახვამდის. პლაჟ რივაზე წავიდეთ. ჰაჯერ, მივდივარ. მე გიყავა მოგიდუღეთ, თვითონ დალიე. ბაჰარ, სასწრაფოდ უნდა დაგელაპარაკოთ. მომბრძანდი. გამოგვივიდა, ნამდვილად გამოგვივიდა. ძალიან გთხოვ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ არეკ. არა, არ ვაჩქარებ. ხომ გაიგონე რა თქვა, ამჯერად ვიზა ჯიბეში გვაქვს. ღმერთ ვაგნას. საყვარელო, გო, მომისმინე. გისმენ. ვიზა თითქმის მზადაა და ნამდვილად წავალთ. უკვე ცოლ-ქმარი ვართ. იქნებლოდინი აღარ არის საჭირო. ისევ დაიწყე? წამოდი. გისმენ საყვარელო. იმის მერე რაც უნებურად თქვენ საუბარ შევესწარი, სულ თქვენზე ვფიქრობ. მუდმივად. საყვარელო. ჩემზე არ იდარდო. ის იქ არის, სადაც უნდა იყოს. ვერაფერს დამიშავებს. მართლა ცუდად გეპყრობოდათ? ცუდად მეკცევდა ეს მსუბუქადაა ნათქვამი. საშინელი ადამიანია, მავად მყოფი. იცი რა რთული გასაცლები იყო, ფიზიკური ძალადობა. ისმად ყوارა იყო. ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების წინაშე სულ სხვა ადამიანად წარმომაჩენდა ხოლმე. როგორ? აი ასე. ყველა ჩემს დაცნობს უყვებოდა რომ ისეთი არ ვარ, როგორიც მათ ვგონი ვარ. არწმუნებდა მათ ყوارა და ცუდი ადამიანიაო. მანიპულაციის წყალობით ეს ყველას დააჯერა. ძალიან საშიში ადამიანია. ისეთი რთული პერიოდი გამოვიარე. ხალხმა ზურგი მაგცია.
ამის მერე საკუთარ თავშიც კი ეჭვმეპარებოდა. წარმოუდგენელია. რა მოხდა? ერთ რამეში უნდა გამოგიტყდეთ. რაში? თქვენს ქმარს ციხეში მივაკითხე. რა? რისთვის? არ ვიცი. როცა დაგინახეთ ვერ გავძელი. გადავწყვიტე და ვლაპარაკებოდი. რომ ახარ დაერეკა და არ დაგმუქრებოდათ. ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა ბახარ. ცუდად მოგამიგებ. არ მინდა რომ საშიშროება შეგექმნას. ამიტომ პირდაპირ გეუბნები. სისულელეები გითხრა, არა? რა თქვა? დაივიწყეთ აზრი არა აქვს. მომიყევი. დამიჯერე უარესით მომისმენია. ის მითხრა რაც თქვენ მომიყევით. და კიდევ სეიფი ახსენა. სეიფი რომელშიც საიდუმლოებს ინახავთ. მითხრა თუ ვიპოვი ყველაფერს მივხვდები. რა სეიფი? რა სისულელეა? სეიფი არ მაქვს. თუ გინდა თვითონ ნახე. შეგიძლია მთელი სახლი გაჩხრიგო. რისთვის? არა არ მინდა. მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ მკითხვები არ მქონდა. მაგრამ მიხარია რომ ყველაფერი გავარკვია. ნუ გიშინია ძვირფასო. რა თქმა უნდა ამის შესახებ არაფერი გეცოდინებოდა. ის ძალიან საშიშია. გეტყვი რატომ მას რეგავს? ერთი საქმის ბოლომდე მიყვანა უნდა. გინდა გაიგო რა საქმის? ეს მან გამიკეთა. მუდმივად დამცინოდა და მაწამებდა. მაგრამ არავის ვეუბნებოდი. ცხენოდა. თითქოს დამნაშავე მე ვიყავი. ის მცემდა. და არავის ვუყვებოდი. თანდათან ზღვარს გადადიოდა. მერე კი ეს დამმართა. ძლივს გადავრჩი. ჩემი მოკლა უნდოდა. მე აბადიეთ არ ვიცოდი. საიდან უნდა გცოდნოდა? შევძლებთ რომ მე და მამა შენმა ურთიერთობა მოვაგვაროთ. გამოგვივა რომ ერთი ოჯახი გავხდეთ. თუ ეს არ მოხდება მაინც შენ გვერდით ვიქნები. და ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებ. პირდები. ბახარ. ნუ თუ ჩემნაირ ქალს შეიძლება ბოროტი მიზნები გქონდეს.
Aysun Hanim, ekipten xomar gagoyandebat. Teşekkür ederim Hacer'cim. Gmadlob Hacer. Bahar kusura bakma lütfen. Bahar mapadiye მაგრამ უნდა წავიდე. იმედია თქვენი და მამა ჩემი სუთანხმოება მალე დასრულდება. მეტი მაქვს. Hacer'cim eski ხო, gibi. ბაჰარი გააცილე. საცაგელო გოგო. არ უნდა გაგეფრაზებინე. ვერც კი წარმოიდგენ როგორ რისკა. Dur bakalım. მოიცადე, Şu babanın ჯერ მამა შენს მივხედავ, sıra sana da gelir. შემდეგი შენ იქნები. გამარჯობა. გამარჯობა. ჭრილობა როგორ გაქვს? ისევ გტკივა? რა ჭრილობა? ეგ არ მადარდებს გული მტკივა, გული. სანამ ნურჯანი არ დაისჯება, ვერ მოვისვენებ. ეს რა არის? ხელი მოწერე. საავადმყოფოს დასკვნა განყოფილებაში უნდა წავიღო. გამოგვივა, ნურჯანს ჩავსვამ. ნუ დარდო, ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს საქმე მოვიგოთ. რა ყოჩაღი ხარ? კაცური საქციელია. ახლა წავალ, ნახვამდის, შეხვედრამდე ძმაო. სტამბოლის პოლიციის განყოფილება. შეხვდით? დიახ, ბაჰარ ჰანიმ, ხოლ დანაშაულის ადგილას მისცემს ჩვენებას. დღეს არ გამოვა? არა, არანაირად. შეიძლება ვნახო. ნებართვა გაცემულია მხოლოდ ოჯახის წევრებზე და ადვოკატზე. მომჩივანის ადვოკატი ვინ არის? მე ვარ. როგორც ხედავ, ამაყოფ, რომ იმ პირუტყუს იცავ. პირუტყუს. ჩემი ბავშვობის მეგობარს ეძახი. მართლა? ერთი ბინძური ადამიანი ყველა შირკს ცხებს. მხოლოდ ჩემს საქმეს ვასრულებს, სულ ესაა. რა თქმა უნდა. ოღონდ სოლტყუილად. ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს ომი არ არის. ის გაიმარჯვებს, ვინც მართალია. სწორედ ამას ვამბობ. წარმატებები. Tarık, sıcak bir yere Tarık, gidelim Amerika'na. მოდი ამერიკის იმ ნაწილში დავსახლდეთ, სადაც თბილა. რომ ართოვდეს, ცხელოდეს, მზიანი ამინდები იყოს. როცა მზიანეთებს კარგად წყობაზე ვარ. სადაც გინდა იქ წავიდეთ. იცი, იქ ლამაზი გოგოები არიან. თვალი მათგან ნუ გაგექცევა. ნახოთ. რას ქვია ვნახოთ? თვალებს ამოგთხრი. შენ გარდა ვის უნდა შევხედო? დედა რეკავს. ალეო, დედა. შვილო, თუ გათავისუფლდი, გამოგივლი. დედა, გენერალურ რეპეტიციაზე ვიყავი. ახლა ვერ მოვდივარ. ჯერ ვაუთოვებ, ნახევარ საათში მოვალ. კარგი, კარგი, დედა. ატელიერში ვიქნები. კარგი, მოდე იქ შევხვდებით. გავიქცეთ, დედა ატელიერში მოდის. იცოდე, შენი სიტყვები დავიმახსოვრე. კიცებულებები გჭირდება, ხომ ასეა? ო, განზრახ დაზიანების მიყენება სერიოზული დანაშაულია. უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა.
სხვა შემთხვევაში ნურჯენს ჩასვამე? თორედაც. არა. ვერ დავუშვებ, რომ ნურჯენი ციხეში ჩასვან. ის ადგილი უკვე ვნახე. ჯენგისთან მინდა შეხვედრა. დიახ, ბაჰარჰანი, შეგახვედრებთ. რაც უფრო მალე მოახერხებთ, უკეთესია. რა თქმა უნდა, როგორც სიტყვით. გმადლობთ. წარმატებები. რაუფ, გამარჯობა. გამარჯობა. დიდი ხანია მელოდები. არა უშავს. მოდი დავსხდეთ. მე თავს ცუდად ვგრძნობ. მირჩევნია გავიარო. ჰაერი ჩავისუნთქო. მომიყევი. რაუფ, ძალიან მიყვარს ხარუნი. მართლა. არ ვიცი ამის დამტკიცებას თუ შევძლებ, მაგრამ ის მამაკაცია, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი. ციცოცხლის ბოლომდე მინდა მასთან ყოფნა. ძალიან გთხოვთ, ნუდარდობ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჰარუნი გიყვარს. არ მგონია ჩემი გესმოდეს. მხოლოდ შეყვარებულ ქალს შეუძლია ამის გაგება. მას ჩემი სიყვარული უნდა დავუმტკიცო. ეს მხოლოდ შენი დახმარებით შემიძლია გავაკეთო. როგორ? გამარჯობა. ჯენგიზი აქ არის? ახლა ხან წავიდა. წად, არ იცით? ვიღაც კაცი მოვიდა და წავიდნენ. ვინმე მეზობელი იყო? არა, მობნელს არ გავდა, მაღალი კაცი იყო, კოსტიუმი ეცვა, ხელში ჩანთა ეჭირა. ლიაჟისკენ წავიდნენ. ლიაჟისკენ. მადლობთ. Allah'ım inşallah gelmemiştir. მთავარია სამსახურში არ იყოს მისული. Tarık sen de თარექს რაფად იარა? წადი. რას აკეთებ? დედა შეიძლება ნებისმიერ წუთს მოვიდეს. ჯერ არ მოსულა, დაწყნარდი. დაგვინახავს, წადი. ვერ დაგვინახავს. იაყოფა თარიქ. დედა. შვილო მე კიდევ დასაჯდომ ადგილს ვეძებდი, რომ ატელიეს გახსნამდე დამესვენა. რას ამბობ, დედა, ახლა ვეგავაღებ. შეიძლება? ხო, შემოდი. მოდი. მოიცე შვილო, რას აკეთებ? გარეთ ცივა. რამე მოხდა, დედა? არაფერი, ყველაფერი რიგზია. მომწყინდა და შენი მონახულება გადავწყვიტა. კარგად მოგცეულ ხარ, დედა. შვილო, ლეილა სად არის? მალე მოვა. მეორე სამუშაო აქვს. ჩემო საყვარელო შვილო. ჩემო საყვარელო. შენი თანატორები დასეირნობენ ერთობიან. ხიარულობენ. შეკითხე და ხამ ემუშაობ. მერთვის მადლობელი ვარ, რომ შენაირი შვილი მაჩუქა. Annem niye böyle დედა, ასე რატომ ამბობ? söyleyeceksin beni? ახლა ვიდირებ. ასე ვფიქრობ, შვილო. კარგი, ახლა მაღაზიაში წავალ. პროდუქტების საყიდლად. მუშაობას რომ დაასრულებ, სახლში ერთად წავიდეთ. კარგი. რამე გიყიდო? არა, დედა. კარგი, კარგად, შვილო. კარგად, დედა. აი მეც მოვედი. ხომ არ გაგიშდი? ამჯერად სანამ არ გაკოცებ არ წავალ. სისულელი არ ჩაიდინო. დედა, ახლა დაბრუნდება. ერთხელ გაკოცებ. რა ვქნა? რას აკეთებ? არ მომეკარო. რას ჩადიხარ? არ მომეკარო, შეარამზადა.
როგორ არ გცხვენია? უნამუსო. ამდენი წელი ხარუნის უახლოესი მეგობარი იყავი და როგორ არ გცხვენია? ეს რატომ ჩაიდინე? არ მომეკარო, თავხედო. აი სულ რა დაგემართა და მშვიდი. რა ჩადიხარ? უნამუსო. არ მჯერა. უნამუსო. ეს როგორ ჩაიდინე? რა საკეთება ისონ? ხომ არ გაგიჟდი? დაუჯერებელია გაჩუმდი. ნაძირალა. არ გცხვენია? აი ისონ? რა თავხედობა? აღარ მომეკარო. რა მოხდა? ხარუნ, შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. ძალიან ცუდად ვარ. რაუბი თავს არ მანებებს. რა თქვი? თავს არ მანებებს. როგორ არ გცხვენია? ხარუნ, ხომ არ გაგიჟდი? შენი მეგობარი ვარ. როგორ ფიქრობ, მე ასე მოვიქცეოდი? რა სისულელეს ამბობ? სადილობდი. შენ კი მოხვედი და მაიძულე დაგლაპარაკებოდი. დაგიჯერე, რადგან ვიცოდი, რომ ხარუნის მეგობარი იყავი და შეგხვდი. ამას რატომ აკეთებ? ჩემგან რა გინდა? რა ნაძირალა ყოფილხარ? როგორ არ გცხვენია? რა ვიფიქრო, რაუ? რა ვიფიქრო? შენ განმაწყვი აისუნის წინააღმდეგ. ჩვენს დასაშორებლად ყველაფერს აკეთებდი. ხარუნ, ასე არ არის. აი მიზეზი რა ყოფილა. აისუნს თვალი დაადგია რა. რას ბედავ? ხარუნ, მე წადი, თორემ გაჩენის დღეს ინანებ. წადი, მოშორდი. წადი. როგორ ხარ? ცუდად. ძალიან ცუდად. ძალიან ცუდად ვარ, ხარუნ. ერთი კოცნით რა დაშავდება? წადი, თუ ღმერთი გწამს. გეყოფა. ერთი მაკოცნინი რატომ ჯიუტობ? ხარიგ, დედა გვერდით მაღაზიაში წავიდა. უდან მოაჭიანურებ ერთი კოცნა და წავალ. კარგი. არა გადავიფიქრე. ვინმე დაგვინახავს, წადი. არაფერი მოხდება, დედა ჯერ არ მოსულა. თარიგ, შვილო. ხაზან. ბაჰარჰანი? მინდა რომ მარტო დავილაპარაკო. დაბრძანდით, გთხოვთ. რა გინდა? ძალიან კარგად იცი. გინდა რომ საჩივარი გამოვიტანო, არა? ამას არ გავაკეთებ. ჯენგიზ. მისმინე, ვიცით რომ დამნაშავე შენ ხარ. შენ საცოდავ ცოლს ეს მოუწყვე. ნუ გაჯიუტდები. არ გეცოდება? მან შემიცოდა? გასაგებია. რას გულისხმობ? რამდენი გინდა რომ საჩივარი გაიტანო. ქვითარს გამოგიძერ, მითხარი. კარგი რა. ნურჯანის გამო ფული რატომ უნდა გადაიხადო? ეს შენ ახარ გეხება. 50,000 გეყოფა? 50? 50,000 ლირა?
როგორც კი საჩივარს გაიდან ქვითარს მიიღებ. ჯენგის, ვიცოდი რომ მსგავს რამეს იზამდი. თქვენი ფული არ გჭირდება. სხვის საქმეში ნუ ერევი. ჯენგიზი დავითანხმე. ჯენგის, ჯობს სახლში წახვიდე. მე და ბაჰარ ჰანიმი კი ცალკე ვილაპარაკებთ. რატომ ჩაერიე? თითქმის შევთანხმდით. ნურჯანს გამოსვლის შანსი მიეცი. უკან არ დავიხევ. გასაგებია რაც ხდება. რა თქმა უნდა. თუ ჯენგიზი ქვითარს აიღებს, შენ უფულოდ დარჩები. სამუშაოსთვის ჰონორარს არ აიღებ. ხომასია? აი, 50 შენ, 50 ჯენგის. რადგან ასე გინდა. ოღონდ გთხოვ შეწყვეტე ეს უაზრობა. ბაჰარ ჰანიმ, ალბათ აქამდე ყველა საქმეს ფულის წყალობით აგვარებდით. ოღონდ მე ვერ მომისყიდით. Ama beni paranızla... ვერასდროს მომისყიდით. Sen ne sinirli. აუტანელი ხარ. ხილი გამიშვი. აღარ დამარტყა? ვერ დაგვირდები. ბაჰარ, დაუფიქრებლად იქცევი. შენ არ გეხება. თუ ასე გააგრძელებ, ძალიან ინანებ. ძალიან. მხოლოდ იმას ვდანობ, რომ ასეთი აღმოჩნდი. ასეთი ადამიანი. გამიშვი. აი, სულ როგორ ხარ? ყველაფერი რიგზია? აჯერ წყალი მოუტანე. არა, არ მინდა. არ მინდა. დაიღე გთხოვ. აბათი, არც კი ვიცი რა გითხრა. ასე როგორ შევწდი? რაუფს როგორ ვენდე? ჰარუნ, ძალიან გთხოვ. ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. რომ მახსენდება თავიდან განმიცდი და ცუდად ხვდები. ზემოთავალ და დავისვენებ. წავალ, დავეხმარები.
შემოდი. Hanımım iyi misin? Kalbadonu როგორ ხართ? მომეცი. İyiyim hadi. ყველაფერი კარგად არის ჰაჯერ. Harun Bey ადგილიდან ვერ იწვის. რა ვუთხრა? Ne diyeyim? Bir şey deme. ნუ რაფერს ეტყვი. Bırak. იდგეს ასე İşte anıyla და საკუთარ სინდის უსმინოს. Ama yola მე მგონი გონს მოვიდა. ჯერ არა ჰაჯერ, ჯერ არა. ჰარონი შემევედრება. ფეხებში ჩამივარდება და ხელს მთხოვს. ასე იქნება. ახლა წადი და უთხარი რომ წამოვწექი. კარგი. რა ხდება ჰაჯერ? როგორ არის? ქალბატონი წამოწვა. ჰარონ ბეი მაბადიეთ, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ აი სუნხანი ძალიან განერვიულებულია. ალბათ ჯობს წავიდე. გაგაცილებთ. გთხოვთ. შედი. მიდი. დედა დამშვიდი გეყოფა. შვილო, ხომ გითხარი? იმ ტიპს არ შეხვდე მეთქი. გევედრებოდი. ხო, დედა, მართალი ხარ. მაგრამ ცუდი ხომ არაფერი ჩაგვიდენია. ღმერთო ჩემო, რას ამბობ? Anneciğim bir დედა, dinlesen. გთხოვ. Dinlemiyorsun ki. ხაზან, ისევ იმ ტიპს იცავ. ამას როგორ აკეთებ? Anne yeter. დედა, საკმარისია. მოსმენა საერთოდ არ შეგიძლია, რა უბედურებაა. ასეა, შვილო. აჯობებს გავჩუნდე. Ama bekle sen Hazan. Bekle. ამის გამო პასუხს მოგთხოვ. დაისჯები. Sorarım kızım. აი ნახავ. საყვარელო, ამ დროს რატომ არ გძინავს? ვერ ვიძინებ. Bilmiyorum ki siz ვღელავ. yapamam. თბილერდზე მოგიტანე. და გამშვიდებს და დაგაცინებს. ბახარ, შვილო, ვერაფრით გამიგია. ისინი საწყალე ქალის განადგურებას ცდილობენ. რა უსინდისო ყოფილა ის ადვოკატი, რომელზეც მიყვებოდი. მართლაც, ყველაზე მეტად მასზე ბრაზობ. ის წესიერი კაცი მეგონა. საძაგელი სიამოვნებით მოუკლავდი. ღმერთმა შეგინდოს. ეს რა სიტყვებია? დაწიქი დაიცინე. ხვალ უკეთ იქნები. დაწიქი საყვარელო გვიანია. არც ისეთი ცუდი ვარ, როგორიც გეჩვენები. Sen var იცი როგორი ხარ? Sen? იმაზე უარესი ვიდრე ვფიქრობდი. როგორ ბედავ რომ წერ? რა უსინდისო ხარ? ეს რა ამაზრზენის აქციელია? მაინც რით არის ამას რძენი? რითა ამაზრზენი? შენთვის ასე ადვილია? იმ ქალის ციხეში გასტუმრება, რომელიც თავის დაცვას ცდილობდა. ყველაფერი გავაკეთე, რაც საქმისთვის იყო საჭირო. დაუჯერებელია. მართლა დაუჯერებელია. ასეთ რამეს მხოლოდ ის გააკეთებს, ვისაც სინდისი საერთოდ არ აქვს. გასაგებია? ვერ ხვდები, რომ მართლ მსაჯულებას ჩვენი გრძნობები არ აინტერესებს. დაისჯება ის, ვინც დამნაშავეა. Suçlu kimse cezası. ეს გარდაუვალია. ღმერთო ჩემო, ვის ვუხსნი?
არა, ტელეფონი გამორთულია. როგორც ჩანს, ალქაჯმა დედამისმა ჩამოართვა. ძმაო, ასე ნუ განიცდი. ოჯან ძალიან გაღიზიანებული ვარ, ასე რომ ჯობს გაჩუმდე. ახლა გონული ჭკუის სწავლებას დაუწყებს. ჰაზანი რომ გამოუტყდეს, მერე რაღა გვეშველება. ჩვენი ქორწინების და ამერიკის შესახებ სიმართლე რომ უთხრას? რა დაგემართა ასეთ რამეებს, რატომ ვფიქრობ? ეს რომ მოხდეს ამერიკა ისევ ოცნებად დაგვრჩება. ლამის ყველაფერი მოვაგვარეთ და უცებამ დღეში აღმოჩნდით. მალე ვიზას მოგცემენ, მე კი ასეთი პრობლემა მაქვს. გეფიცები, ლამის გავგიჟდე. ომის მინე დაწყნარდი მეგობარო. ჰაზანი არაფერს ეთყვის, ნუ დარდო. აი სუნჰანიმ, არ მჯერა რომ ყველაფერი გამოვა. ამ ხელშეკრულებამ პრობლემა არ შეგიქმნათ. ფიქრობ მახეში აღმოჩნდები? არა, მაგრამ ყოველთვის ვფრთხილობ, როცა საქმე საბუთებს ეხება. საშიში არაფერია, რადგან ამ ხელშეკრულებას ხანუნი თავისი ხელით დახევს. ფიქრობთ, რომ ასე მოხდება? რეკავს. და არ უპასუხებთ? ჯერ საჭირო არ არის. სიყვარულმა უფრო მეტად უნდა დატანჯოს. აი სუნჰანი, ისევ რაღაც ჩაიფიქრეთ ხომ ასეა? ხო. ჩემ გვერდით დაჯექი ხაჯერ. დაფიქრდი და ყურადღებით მომისმინე. შენთვისაც მაქვს დავალება. კარგი. სად მიდიხარ? სამსახურში. რას აკეთებ? არ გაგიშვებ. ლეილა გაბრაზდება. ლეილას დაველაპარაკე. შვილო სანამ გონს არ მოხვალ სახლიდან ვერსად გახვალ. კი, მაგრამ რა სიზამ? ჩამკედა? ხო, შვილო. შინაბადიმრობა მოგისაჯე. იცი რა დედა, ყოველთვის ასეთი იყავი. თავი ძლივს გაგაქვს. თითო ქურუში გახარებს და მხოლოდ წვრილმანებზე უცნებობ. შვილო, ხვდები რას ამბობ? თავზე ჯერი ყოველთვის ჰქონდა, მაგედაზე საჭმელი. უმადური ნუ იქნები. უმადური? რატომ არის უმადურობა ის, რომ უკეთესი პირობები მინდა? შეხედე ჩვენ ცხოვრებას. ნახე როგორი სახლი გვაქვს. გაიხედ გამოიხედე და დააკვირდი. სხვა ადამიანები როგორ ცხოვრობენ. შენ რას აკეთებ? ამ ქოხში გაიჭედე და ეს ნორმალური გონია. სამაგეროდ პატიოსნად ვცხოვრობ. ო, მართლაც დამავიწყდა. თუ ადამიანს ღირსება აქვს, ესე იგი არაფერი სჭირდება, არა დედა? როგორ დამხალა ამ ბოდვამ? ოთახში შედი. სასრაფოდ. ჩემთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, რასაც შეძლებთ იღონეთ. ნუ გელავთ. აი მოვიდნენ. ნეტავ რა მოხდება? ბაჰარ ჰანიმ, ნუ გელავთ. რაც გინდათ ის გააკეთეთ. ნურჯანი ციხეში არ წავა. ამას დრო გვიჩვენებს. დრო არაფერ შუაშია. ბაჰარ ჰანიმ. შვიდად ვარ. დემირ მისმინე. ნურჯანი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა. ხომ იცი ჯენგიზი რა თავხედია?
Nurcan. დამშვიდდი, კარგი? მხოლოდ სიმართლე თქვი. შეხედი ადვოკატი აქ არის. აუცილებლად დაგიხსნით. ბაჰარ არაფერი დამიშავებია. გეფისები ჯენგიზმა კინაღა მომკლა. ხო, ვიცი. ნუ გეშინია. არაფერს დაგიშავებს. რა თქმა უნდა, არაფერს დაუშავებ. ბატონო პოლიციელო, ხედავთ რა ხდება? კარგი, საკმარისია. ახლა მიჩვენეთ, სად რა მოხდა. მიდით. სახლში, მისაღებ ოთახში, ბატონო პროკურორო. დამოდით და მაჩვენეთ. ვინ უნდა იყოს? მოვდივარ, ერთი წუთით. კარგი, მოვდივარ, დაწყნარდით. მისმინე. არ გაბედო და ჩემ შულს არ მიეკარო გასაგებია? შეუსაქმურო იცოდე გაფრთხილებ. მასთან რაღაცის საკითხავად მივედი. ხაპრებს ნუყვები. უკანასკნელად გაფრთხილებ, თარიკ. ჩემი შვილის გვერდით რომ დაგინახო. უსიამოვნება არ აქცდება. არ ვხუმრობ. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.